28 ნოემბერს ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივი უარიდან 1 წლის თავზე თბილისში მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართება. პოლიტპატიმრების ოჯახებმა, პროდასავლურმა პარტიებმა და აქტივისტებმა საერთო განცხადება პარლამენტის წინ გააკეთეს. 28 ნოემბერს მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებას 19 საათისთვის დაიწყებენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივლენ. 28 ნოემბერს 1 წელი გადის მას მერე, რაც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით ევროპისკენ სვლას პირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე. 1 წელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების მძევლად აყვანას. არაერთი მათგანის ღირსების შემოახალ მოპყრობას და წამებას უწყვეტი მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს. ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ბრძოლა ამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისა და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი. აქციის ორგანიზატორების თქმით, სანამ პროტესტი ცოცხალია, მანამ ივანიშვილი გამარჯვებული არ არის. მათი თქმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე. დღეს აქ ვდგავართ უწყვეტ წინააღმდეგობაში მონაწილე სამოქალაქო ორგანიზაციები, საპროტესტო ჯგუფები, პრინციპული პოზიციის გამო რეპრესირებული საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პატიმრების წარმომადგენლები და ერთად ვაცხადებთ, რომ რეჟიმმა ვერ შეძლო მთავარი. შეეჩერებინა წინააღმდეგობა, სანამ ჩვენ ვიბრძვით, მოქმედებთ, არ ვნებდებით, ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს. მივმართავთ პოლიტიკურ ტყვეებს ციხეებში. უნდა იცოდეთ, რომ არ გავჩერდებით, ბრძოლას არ შევწყვეტ, მანამ სანამ ყველა თქვენგანი არ განთავისუფლდება. რეჟიმი არ დატყდება და არ დაინიშნება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც ხალხი დაიბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს და ქვეყანას დააბრუნებს ევროკავშირში გაწევრების ისტორიულ გზაზე. 28 ნოემბერს საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც გაიმართება საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ. ჩვენ აქ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით ბოლომდე. გამარჯვებამდე, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე აღარ დააყენებს. ივანიშვილის გუნდის ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია. ოცნების ხელისუფლებამ პროევროპული აქციები რამდენჯერმე დაარბია, დააკავა ათეულობით დემონსტრანტი. პასუხისგებაში კი არ მისცა არც ერთი სამართალდამცავი, ვინც მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობდა. 28 ნოემბრის შემდეგ მოქალაქეები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად იკრიბებიან და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.